კონსტიტუციაში წერია რომ წვდომას ნიშნავს და არჩევნები არის გასაჩივრებული რა ლეგიტიმაცია არალეგალურად საკონსტიტუციო სასამართლოში არის გასაჩივრებული 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება. რატომ აპირებს დღეს მაინც უფლებამოსილებს ცნობა? თქო, ჩვენ ხედავთ თუ რა მძიმე არის დეზინფორმაცია, რომელსაც აბსელებს ზოგიერთი NGO უცხოური დაფინანსებით მოქმედი, კერძოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც მე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ და ვაფრთხილებდი მათ შორის დონორებს, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია თითქოს პრეზიდენტის მიერ სხდომის არ ჩანიშნა ხელს უშლის პარლამენტს რომ შეიკრიბოს, სადაც არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია მიმართული კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, ეს არის უკვე დონორის პასუხისმგებლობა, რომ დღეს ჩვენ გვესმის ამ NGO-ების დეზინფორმაცია და სამწუხაროა, რომ ევროპული სახელმწიფოები და ევროკავშირისგან დაფინანსებული NGO-ები დღეს ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანიც არის დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში და რადიკალიზმის გაღვივა. ჩვენ ნახეთ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსული 8 დეპუტატი სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეები 8 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელსაც პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას და მათ მიერ დაფინანსებულ NGO-ებს მაიდნისკენ და ჩვენ ასაც ხედავთ არის NGO-ების მიერ ასრულებულ ამ დავალებას. ამაზე კი პასუხეთ ორივე ესეც არის დეზინფორმაცია არის ყველაფერი და ეს არის სამწუხარო, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO-ები აბსელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, ჩვენ პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომლის მნიშვნელობა გავითვალისწინოთ, ჩვენ ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით, აი კონსტიტუცია რომ გაინტერესებთ ხოლმე, 5 წლის ვადით შესაბამისად იმისთვის რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია რომ არჩევნების და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხოლმე. მოგვენ ოპოზიციონერი დეპუტატები თუ ჩვენ ვიცით რომ ოპოზიცია არაპირებს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას და აპირებენ მანდატების გაუქმებას. რა გაძლევთ თქვენ ამ იმედს და გაქვთ თუ არა მოლაპარაკებები ან ცდილობა კონკრეტულად ინდივიდუალურად პირებთან რომ ისინი შემოიყვანოს პარლამენტში? არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს, ეს მათი გადასაწყვეტია უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხი არის. რაც შეეხება იმას უარს იტყვიან თუ არა მანდატებზე, აი ნახავთ 2 საათში, 3 საათში, 2 საათში ალბათ უკვე ვცნობთ უფლებამოსილებას პარლამენტის და შევხედავთ რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. შევხედოთ. ივანიშვილი მოდის პარლამენტში რა თქმა უნდა მივესალმები ამ სამივე საკადრო გადაწყვეტილებას და ჩვენი კოლეგები, რომლებიც წლებია ამ სფეროებში არიან წინა ხაზზე, რა თქმა უნდა ისინი გააძლიერებენ როგორც სამინისტროებს თავად, ასევე ამ მიმართულებებს, ასე რომ მინდა აქედანვე მათ მიულოცო ნომინირება, პარლამენტი მზად არის განიხილოს მთავრობის შემადგენლობა და მიმდინარე კვირას დაატკიცოს ახალი მთავრობა. აქცია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტის გარშემო და ერთ ზავაზუსტებ, უკვე მეორე პრეცედენტია საპარლამენტო ცხოვრებაში, როცა ოპოზიცია არ ცნობს ლეგიტიმაციას პარლამენტისას, აქცია მიმდინარეობს და პირველი სხდომა უკვე მიმდინარეობს მეორედ აქციის ფონზე. აი ეს რაღაც ტრადიციად დამკვიდრდა, თქვენც უწყობთ ხელთ ოპოზიციას თუ აი რა არის ეს?
ყველაფერი უკვე ქვეყნის ისტორიაში. ის არის რომ არიციან არც ისტორიას ეცნობიან, არც რაიმე ღრმა ცოდნა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. არიციან რომ ერთ დინარეში ორჯერ ვერ შევა ადამიანი და ამას დავინახავთ ჩვენ საბოლოო ჯამში. მე ვთქვი რომ მათ თავადვე დაიტოვეს ორი გზა. პრინციპში თავადვე რა ისინი მოქმედებენ უცხო ეთიდან დაკვეთით და იმიტომაც არის რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს. მათ რეალურად აქვთ ორი გზა. ერთი მანდატებზე თქვან უარი დაწერონ განცხადებები და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი, ან მეორე არ თქვან მანდატებზე უარი, არ დაწერონ განცხადებები და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი. ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას, დაინგრენ თუ დამცირდნენ. მე განვაცხადე ამასთან დაკავშირებით რომ ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. ეს დღე არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე, როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე. რაც შეეხება თქვენ ვინგიცხათ ეს რომ რაც შეეხება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა არ მონაწილეობას, მე ვთქვი კიდევაც რომ ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის რომ ხდება ინსტრუმენტალიზება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ ვფიქრობ რომ ყველასთვის კარგი და უმჯობესი არის რომ და სწორედ იმისთვის რომ არ იყოს არასათანადო ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ინსტრუმენტალიზება სხვადასხვა საკითხების, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ვფიქრობ რომ ეს ზოგადი მიდგომა გქონდეს ჩვენ რჩევსაც არ იწევს სხვა ქვეყანაში პირველ რიგში. ისინი მუდმივად იყვნენ 2012-ში, 2016-ში, 2024-ში. რატო შეიცვალა 24-ში ბატონო? ნახავთ. გამოჩნდება ვინ იტყვის უარს მანდატზე და ვინ როგორ არ ვიცი. მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე ვარ და მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატი. არა, ეს ზომები არის იმისთვის, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა. თქვენ გახსოვთ 2000 ეს ზომები არის იმისთვის, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს სხდომა, მათ შორის მედიასაც ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იმუშაოთ შეფეხების გარეშე. 2020 წლის პირველი სხდომა ალბათ გახსოვთ, ვინც აქ იყავით, მაშინ ამერიკის ელჩი კინაღა მიაჭრიდა ჟურნალისტებმა კედელთან, ასე რომ ვფიქრობ, რომ კარგი ფორმატი არის იმისთვის, რომ გქონდეს სამუშაო გარემო. მადლობა, ახლა გადაშალოთ თქვენ ბრძანებო რამდენიმე საათი ვინ იტყვის უარს მანდატზე და ვინ არა. უარს იტყვა დაუგეშექილება დღეს. თქვან საქმეც იმაში არის რომ თქვან ჯერ დაწერო ნახოთ ძალიან საინტერესოა რამდენი დაწერეს განცხადება. ჩვენ უკვე ხედავთ რომ სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან. აი ნახავთ თქვენ შალვა ნათელაშვილით როგორ მოიქცევა ზოგიერთი და იტყვის რომ პარლამენტში არ შესვლა ნიშნავს რომ ფეხს არ შედგავს. ჩემ ფეხი არ იქნება პარლამენტში, გონიათ ამათ პარლამენტში არ შესვლა. დაწერონ განცხადებები და თქვან უარი მანდატზე დაწერონ და ნახავთ. ეს თქვენ საკანონმდებლო ორგანოდან შალვა პაპუაშვილის განცხადებებს უსმენთ. არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია დაიწყება ცოტა ხანში პარლამენტში. ქრონიკა